გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. ამჯერად მინდა ვისაუბრო კუნდალინიზე. რამდენიმე წლის წინ მე ვეცნობოდი, ასე ვთქვათ, შემდეგ ნააზრევს გურჯიევისგან, რომ იყო დრო, როდესაც ადამიანებში იყო ერთგვარი, ასე ვთქვათ, ორგანო, კუნდა ბუფერი, რომელიც იწვევდა რა ერთგვარ, ასე ვთქვათ, ილუზირებულ აღქმას. და აი საინტერესოა შემდეგი, რომ აი სამკუთხედებს რომ გამოსახავენ ხოლმე. და აი ორი სამკუთხედი რომ არის. ჩვენ მივართ შემდეგ გააზრებამდე, რომ ტიპიურ ცნობიერების მდგომარეობაში მყოფი ადამიანი როგორც ხედავს და რანაირადაც ხედავს, ეს ყველაფერი არის სწორედაც რომ ადამიანის ცნობიერების მდგომარეობა, რომელიც შეესაბამება იმ ქვედა სამკუთხედის ბოლოს. შესაძლოა კიდევ უფრო ქვეით იყოს ადამიანის ცნობიერება ჩასული, მაგრამ მოდი ჯერ აქედან დავიწყოთ გააზრება, მოდი ჯერ აქედან დავიწყოთ გამორკვევა. და ეს ყველაფერი არის სწორედაც გამოწვეული იმით, რომ კუნდალინი არის, ასე ვთქვათ, როგორც ჩანს, იმყოფება აქ ადგილში და აი რომელ ადგილშიც არის ეს ენერგია, მერე იმის მიხედვით ხდება, როგორც ჩანს, ადამიანის ცნობიერების მდგომარეობა. საინტერესოა შემდეგი, რომ გამოსახავენ ხოლმე მეორე სამკუთხედი უმაღლესი, მამის ცნობიერება რომ არის, ძის ცნობიერება, სულიწმიდის მდგომარეობა, როგორც ჩანს, ეს უკვე არის, ასე ვთქვათ, ეს ენერგია მაღლა ასული. და აი გურჯიევი საინტერესოდ აღწერდა შემდეგს, რომ კუნდა ბუფერი ერქვაო ამ ორგანოს, რაც ამ ყველაფერს იწვევდაო და საინტერესოა შემდეგიო, რომ კუნდაო და მერეო ლინიო და ლინი ნიშნავს, როგორც მახსოვს, დასასრულსო რა, ამის დასასრულ ადგილსო და რაღაც ახლის იდეაში დასაწყის. ხო, და გამოვიდაო კუნდა ლინიო. ამ რაღაც ილუზიების დასასრული, საიდანაც უკვე იხსნება რაღაც, ასე ვთქვათ, ახალი ენერგია იწყებს მოძრაობას რაღაც კარგისკენ, რაღაც უკეთესისკენ. რაღაც უფრო და აი საინტერესოა შემდეგი, რომ ნახეთ, ასევე მე წამიკითხავს შემდეგი სიტყვები უკვე წიგნ ანგელოზის გულიდან, რომ ეს ნაკადები უნდა მოძრაობდესო, როგორც მაღლაო, ასევე დაბლაო, ორივე მიმართულებით უნდა მოძრაობდესო, როგორც ზევით, ისე ქვევით. და ზოგადად როგორც არის ცნობილი ასევე წიგნ ანგელოზის გულიდან, მე ასე ვარ გაცნობილი, რომ დაბლიდან მაღლა ვერადისო რა, მოდისო, მაგრამ ასე ვთქვათ, უკან ვეღარ ბრუნდებაო ეს ნაკადებიო. მოდისო, მაგრამ ვეღარ მიდისო. საინტერესოა შემდეგი, რომ გურჯიევის იმიდანაც იდეაში იგივე ის ჩანს, რომ აქამდე მოდისო, მაგრამ იდეაშიო, აქედანო ვეღარ იმაშვრებაო. და აქედან უკვე იწყებაო მერე დანარჩენი. და საინტერესოა შემდეგი და მივდივართ შემდეგ გააზრებამდე, რომ ამ ენერგიის აღმოძრავება არის სწორედაც, რომ ჩვენი სასიცოცხლო, როგორ თქვა, ძალის გაუმჯობესება, საინტერესოა ეს ყველაფერი, რომ ეს ნაკადები, როდესაც დაიწყებს მოძრაობას, მერე უკვე გაუმჯობესდება ბევრი რამ, მათ შორის ჩვენი ყოფაც, ვინაიდან და რადგანაც რომ ამბობენ რაღაც ისეთ განზომილებებში გადასვლა, ხო, ეს ზუსტადაც რომ აგასნი რაღაც განზომილებებში გადასვლის შესაძლებლობა, ეს ყველაფერი ნიშნავს ზუსტადაც რომ ამ ყველაფერს იდეაში. და საინტერესოა შემდეგი, რომ ისე გურჯიევს დაუბრუნდები, სხვათა შორის ის სწორედ ამ ყველაფრის განდახსნას უკავშირებდა სხვათა შორის ბუდას მისიასაც. ეს ყველაფერი რამდენად სიმართლე არ ვიცი, მაგრამ ისე გადმოსცემდა, რომ ბუდა ესაუბრებოდა ამ ყველაფრის შესახებ, რომ ეს ორგანო იყო თავის დროზე ადამიანებში, შემდეგ აღარ იყო, მაგრამ საინტერესოა შემდეგი, რომ ვინაიდან და რადგანაც თავის დროზე იმყოფებოდაო ადამიანებშიო, მერეო მოხდა ისეო, რომ როგორ ვთქვა რა, დაიწყო ამ რაღაცამო, გენეტიკურად გადასვლაო, მისმა შედეგებმაო, ორგანო აღარ იყო, მაგრამ ის გავლენებიო, რაც მოახდინაო ამ ორგანომ თავის დროზეო, მერეო დაიწყო ამ ყველაფერმაო თაობიდან თაობაში გადასვლაო.
და საინტერესოა შემდეგი, რომ ეს ყველაფერი იმდენად გაჩერდა, რომ როგორ ვთქვა რა, შეიძლება ითქვას, რომ ამ ყველაფრისგან განთავისუფლებაზე, ასე ვთქვათ, ესაუბრებოდა ბუდა ადამიანებსო და როგორც მახსოვს, ის ეუბნეოდაო, რომ ერთ-ერთიო, რაც მათ უნდა გაეკეთებინათო, იყო ის, რომ გამოეჩინათო შემწყნარებლობა ადამიანთა მიმართო, ერთი ის მახსოვს და ასევე მახსოვს, რომ ისინი შეძლებდნენ ამ ყველაფრისგან განთავისუფლებას და ამ ყველაფრისგან თავის დაღწევასო, თუ კი იხელმძღვანელებდნენო საკუთარი აქტიური ნაწილითო, ესეც საინტერესოა რა. და რავი, ჩემი ცნობიერება როგორც თარგმნის, ეს იქნება შემდეგი, რომ ამ აქტიური ნაწილით ის, როგორც ჩანს, აამოძრავებს ამ ენერგიას რა, აქტიურში კიდევ გულისხმობ, ცნობიერ იმებს, რომელიც ცნობიერად იქნება წარმართული ჩვენს მიერ, განა მექანიკურად ან რაღაც, არამედ ჩვენს მიერ, თუნდაც რომ საუბრობენ ერთგვარ თვითგახსენებაზე, ანაც რაღაცის ცნობიერად გააზრებულად კეთებაზე. როგორც ჩანს, ეს მოქმედებას მოახდენს გარკვეულს და დაიწყებს ამ ყველაფრის ამოძრავებას. თუმცა ასევე, რა თქმა უნდა, არის შესაძლებლობა, რომ ჩვენ არათუ ავამოძრავოთ რაღაც კარგისკენ, არამედ თუ ჩვენ არ გვექნება, როგორ თქვა, სათანადო ცოდნა, ჩვენ ეს ყველაფერი პირიქით კიდევ უფრო ისეთი იმისკენ გავუშვათ. საინტერესოა ეს ყველაფერი, ასეც ხდება. მაგალითად ასეთი, მე თუ მკითხავ, ერთ-ერთი ის არის, როდესაც სექსუალური ენერგიით ცდილობენ ხოლმე ამ ყველაფრის ამოძრავებას და საინტერესოა შემდეგი. შეიძლება ეს ყველაფერი იდეაში საინტერესოა შემდეგი. ნახეთ, როდესაც გარკვეული სექსუალური რა უწოდო სხვადასხვა მეთოდებით რა, ცდილობენ ამ ყველაფრის იმას, არის შანსი, არის შესაძლებლობა, რომ არათუ გააუმჯობესონ, არამედ კიდევ უფრო რაღაც ისეთ იმაში ჩაიყვანონ. ერთის მხრივ ეს იქნება ამოძრავება, მაგრამ სად ამოძრავებენ, ესეც რა თქმა უნდა საკითხავია. და მივდივართ შემდეგ იმამდის, რომ რაღაც სექსუალური ისინი რომ არის, ესო მაკედან მოდისო. და როგორც ჩანს, ამ დროს კუნდალინი იმყოფება ძალიან რაღაც ისეთი მეებში. მაგრამ საინტერესოა, რომ რეალურად შეიძლება მეორეს მხრივ ასე ითქვას, მე ამას ვერავის ვერ მოვთხოვ, ვერავის ვერ დავავალდებულებ და რაღაც, რომ მეორეს მხრივ ამ ენერგიის რაღაც ისეთი მეებში ყოფნა შეიძლება იცდებოდეს შესაძლებლობას იმ რაღაცის გაუმჯობესების. ამას რა თქმა უნდა ვერავის ვერ მოვთხოვ, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ და რაზეც შეგვიძლია დავფიქრდეთ არის ის, რომ ეს ენერგია უნდა ავამოძრავოთ და როდესაც ჩვენს ირგვლივ რაღაცა ის ენტრიალებს, მაშინ ეს ენერგია არის რაღაც ისეთ განზომილებებში და ისეთი მეებში მოხვედრილი. და თუ კი მას ავამოძრავებთ, მერე უკვე აუმჯობესდება და ის უნდა მოძრაობდეს. საინტერესოა. ერთი სიტყვით დავფიქრდეთ და რავი, დანარჩენი ყველა თავისუფლების პარკლებში, ვისაც როგორ სურს. ვისაც სურს ვიფიქროთ ის გაუმჯობესებაზე, ამ ნაკადების მოძრაობის, ვისაც არა და კეთილი და წარმატებები. თავისუფლების პარკლებში.